მოგესალმებით მეგობრებო, მე ჯიმი რაზმაძე ვარ. მე გიორგი რაზმაძე. ჩვენმა ძმები რაზმაძეები შავი ქამრის მფლობელები ჯიუ-ჯიტსუში და ასევე ძიუდოში. ასევე ვართ მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონები გრეპლინგში და ჯიუ-ჯიტსუში. ჩვენ გვინდა დავიწყოთ YouTube არხი ჯიუ-ჯიტსუსა და გრეპლინგის შესახებ, სადაც განვიხილავთ ბევრ თემას, სადაც გაჩვენებთ როგორ მოგზაურობთ, როგორ ვემზადებით შეჯიბრებებზე და ჩავწერთ ბევრ ტექნიკურ არსენალს. არსებობს 4 ძირითადი ფედერაცია. 2 ფედერაცია, სადაც შენ წარმოადგენ ქვეყანას, გამოდიხარ დროშის სახელით და 2 ფედერაცია კომერციული, სადაც შენ წარმოადგენ შენს კლუბს. ასევე არსებობს სხვა კომერციული ორგანიზაციები, არის ADCC და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს მომდენო ვიდეოებში ჩავწერ და განვიხილავთ. არის 2 ფედერაცია. პირველი UWE United World Racing, სადაც შედის გრეპლინგ კი და გრეპლინგ ნოუ-გი ასევე. სადაც სტარდება ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები. და გამარჯვების შემთხვევაში ასევე აიწევა ჩვენი დროშა ყველაზე მაღლა და მოусმენ ჩვენ ჰიმნს. მეორე ფედერაცია არის JJIF International Jiu-Jitsu Federation, სადაც ასევე ტარდება ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები. და ასევე როგორც არაოლიმპიურ სახეობებში ყოველ 4 წელში ტარდება მსოფლიო თამაშები. ჩათვალეთ, მსოფლიო თამაშები არაოლიმპიურ სახეობებში არის როგორც ოლიმპიადა. შემდეგი მსოფლიო თამაშები იქნება 2025 წელს. სულ მალე საქართველოში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი JJIF-ში, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და მოხვდეთ ნაკრებში. ასევე არის 2 არაოფიციალური, ანუ კომერციული ფედერაცია, სადაც IBJJF და AGP. IBJJF არის ბრაზილიური ფედერაცია, AGP არის არაბეთის ფედერაცია. AGP არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფედერაცია, სადაც ფულადი ჯილდო თუ არ ვცდები $1,200,000-მდე მიდის გათამაშება მსოფლიო ჩემპიონატზე. ტარდება მსოფლიო ჩემპიონატები, ტარდება გრენდშლემები, ტარდება ნოუგიში გრენდპრიქსები. ასევე წელს დაემატა ახალი ორგანიზაცია, ეს კომერციული ორგანიზაცია ოქტანგოში ჭიდაობ, სადაც არის როგორც გიში, ასევე ნოუგიში ტარდება შეხვედრები. იქ რომ მოხვდე, საჭიროა შენ იყო თან პოპულარული სპორტსმენი, ან ძლიერი სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და ასე შემდეგ. ფინანსურად AGP არის უფრო მიმზიდველი სპორტსმენებისთვის, აი მაგალითად მსოფლიო ჩემპიონატზე შავ ქამრებში იძლევიან $10,000 პირველ ადგილას, $7,000 მეორე ადგილას და $5,000 მესამე ადგილას. ასევე იძლევიან ყველა ქამრებში, ყველა ფერის ქამრებში ფულად ჯილდოს, ანუ დაწყებული ლურჯი ქამრიდან, დამთავრებული შავი ქამრით. IBJJF არის უფრო ავტორიტეტული იმის გამო, რომ არის პირველი ფედერაცია, ასე დიდი, გრანდიოზული, სადაც იღებენ მონაწილეობას ბრაზილიელები, ამერიკელები, იმიტომ რომ ჯიუ-ჯიტსუს, ასე ვთქვათ, ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ უფრო ამერიკიდან დაიწყო განვითარება, ძმებმა გრეისებმა დაიწყეს, გადმოვიდნენ ამერიკაში და იქ დააფუძნეს ეგ ფედერაცია და ასე შემდეგ. ასევე კიდე არსებობს ძალიან პოპულარული ფედერაცია ADCC. ეს არის გრეპლინგში ოლიმპიადა, სადაც უამრავი ვარსკვლავი, დღევანდელი MMA-ი მონაწილეობა მიიღო. ბრაზილიელი ვარსკვლავები იმენა ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში მონაწილეობას იღებენ. შეჯიბრებები ტარდება 2 წელიწადში ერთხელ, როგორც ოლიმპიადა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, ADCC-ში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ. შეჯიბრებაზე მონაწილეობას ღებულობენ ის სპორტსმენები, რომლებიც გადიან, ასე ვთქვათ, იგებენ თავის კონტინენტალ ჩემპიონატს. სამწუხაროდ საქართველოში არც ისე პოპულარული არის ჯერჯერობით ეს სახეობა. მართალია ვართ მოჭიდავეიერი, მაგრამ ჯერჯერობით ახალი არის ეს ჩვენთვის და მით უმეტეს არიციან ბევრმა. ეხლა ჩვენმა ჯიუდოისტებმა დაიწყენ ვარჯიში ჯიუ-ჯიტსუში, იმიტომ რომ ძალიან მაგრა ადგება ჯიუდოს. არის ძალიან პერსპექტიული, ასე ვთქვათ, ფინანსური სახით, იმიტომ არის კომერციული, შენზე არის დამოკიდებული რამდენი შოუი, ასე ვთქვათ, ფულს, რამდენი შეჯიბრს მოიგებ და ასე შემდეგ. გიძახიან სემინარებზე და სხვადასხვა შეხვედრებზე, ასე ვთქვათ.
დაინტერესებული არის ესეთი ჰოლივუდის ვარსკვლავები, დაინტერესებული არის აი მარკ ცუკერბერგი, ილონ მასკი და ასე შემდეგ. არის უსაფრთხო, ამავე დროს არის ძალიან ეფექტური. ვარჯიში შეგიძლია დაიწყოთ ნებისმიერ ასაკში. მე მაგალითად იმენა ბრაზილურ ჯიუ-ჯიტსუში ვარჯიში დავიწყე 25 წლის ასაკში და 31 წლის ვიყავი პირველად რომ მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი. ეს არის ძალიან საინტერესო ოფთაბძოლა, თუ თქვენ გულით დაიწყებთ ვარჯიშს, აუცილებლად მოგეწონებათ და დარჩებით აქ ბოლომდე. გამოიწერეთ ჩვენი არხი და გვადენენ თვალი. ჩვენ დავიწყებთ ნელ-ნელა ვიდეოების დადებას, როგორც შეგვპირდით ტექნიკური, როგორც შეგვპირდით მოგზაურობა, როგორც შეგვპირდით როგორ ვემზადები და ასე შემდეგ.